კიდევ ერთხელ მოგესალმებით პატივცემულებო, კვლავ სტუდიაში ვართ, გეგა და მე და ვაგრძელებთ რა თქმა უნდა გადაცემას. მეორე ფორმატი ჩვენ გვექნება სტუმრის გარეშე, ჩვენ ვისაუბრებთ იმ ყბადაღებულ, მაგრამ მართლაც ძალზე დიდ პრობლემაზე, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა უკვე რამოდენიმე წელია დგას, მაგრამ ამ ბოლო წელიწადს განსაკუთრებულ აქტივობაში შევიდა, ეს დიდად მართლაც წამლეკავი ქვეყნისთვის მოვლენები და ამას შევეხებით, რა თქმა უნდა. ჩვენ საუბრების განმავლობაში გამოვაცხადებთ შემდეგ და არ დავაგვიანებთ, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებსაც და რა თქმა უნდა შეძლებთ ჩვენთან ეთერში მოხვედრას. ჩვენი თემატიკა კი მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ყურადღება გადაიტანოს ხელისუფლებამ, ოცნების ხელისუფლებამ, სხვადასხვა საკითხებზე, პრობლემატურ საკითხებზე ჩვენ მათზე ისედაც დიდი ყურადღება გვაქვს გამახვილებული და ეს ჩვენთვის მეორე ხარისხოვანი არასდროს გახდება და დამეთანხმები ალბათ გეგა, რომ ყველა პრობლემა პირველ ხარისხოვანი გახდა ჩვენთვის. მაგრამ ის, რაც მართლაც ამ ჩვენს ძალზედ შეთხელებულ, ძალზედ ვარდნაში და ესეთ კრიზისულ ყოფაში მყოფ ეთნოგენეზს ურტყამს და წალეკვით ემუქრება, გაქრობით ემუქრება და არა ასიმილაციით, მხოლოდ ეს არის ეს არაბიზაციაში მეგობრებო, ჩვენ გულისხმობთ აბსოლუტურად ყველა პრობლემას, თორე დიდი ხანია თურქიზაცია მიმდინარეობს და არა მხოლოდ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი აქ შემოსული, ისეთებიც კი, ისეთებსაც აქვს კარი ფართოდ გაღებული, რომელთაც საერთოდ არაფერი არ ესაქმებათ საჩვენოდ, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში და საჩვენოდ ვინ საქმობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი, ზოგჯერ სახელმწიფოებრივიც და ზოგჯერ პირადულიც ამოძრავებთ ამ ეთნიკურ ჯგუფებს. საერთოდ არაბები გეგა, რა ვიცი, არაბების ექსპანსია ახლა ძალიან კარგად ვიცით, რასაც აპირებენ, ხომ? ეს დაუვიწყარია, ეს უფრო მეტად გაღვივდება და არა მხოლოდ საუბარი იქნება ამის შესახებ, არამედ იქნება ალბათ დიდი ერთსულოვნება და კონსოლიდაცია კრებსითად ყველა პრობლემაზე, მაგრამ გამოკვეთილი აქ ეს არაბული თემატიკაა, სადაც როგორც დაგვიანონსეს არაბული ქალაქების მშენებლობა, როგორც კრწანისისკენ, ასევე გონიოში და ეს ახალი ქალაქი კიდევ აქვე თბილისთან 14 წუთის სალოში თრიალეთის ქედზე მარცხენა მხარეს. კი ბატონო, ეს ხომ საშინელება. თან ბრძანებენ რომ 157 თუ რაღაც ბინა გაყიდულია, ჯერ არაშენებული ბინები პატივცემული. რომლის ფასი $300,000-დან იწყება. 300 კი ბატონო და ეხლა რა არ არის დაფარული, რომელიც არა გაცხადნეს და რა არის დღეს დაფარული ამ საუკუნეში, რაც არ უნდა შენიღბონ და თან უნიჭოდ ნიღბავენ ყველაფერს, მოძიებული იქნა და ეს 157 მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე არ გაინტერესებთ მათი ეროვნება, ეროვნული წარმომავლობა, აი 2 თუ 3-ია მხოლოდ ქართველი. და ისიც ან იმყოფება საქართველოში, ან არა. ან საერთოდ არსებობს და ან არა იქ რაღაც ჩანაწერია. დიდი ალბათობით საქართველოში არ იმყოფება, როგორც მინიმუმ. მოგეხსენებათ ჯერ წინა რეჟიმი, ესეც პირობითად, თორე რეჟიმის საერთოა მათი, როგორ დიდი სისწრაფით და დიდი ტემპით აჯილდოებდა საქართველოს მოქალაქეობით აი შემოსულ ჯგუფებს, თურქებს ძირითადად. არც ირანი გვაკლია აქ და არც პაკისტანი და არც ინდუსები და ასე შემდეგ რაც ჩამოთვლის ბანგლადეშიც კი აქ ბრძანდება მისი აღმატებულება იემენი და ასე შემდეგ უბრალოდ საკმაოდ ესეთ კოშმარულია ეს ინფორმაცია რაც ძალიან კარგად იცის ჩვენმა ტელემაყურებელმა და რადიომსმენელმა. საერთოდ არაბების ექსპანსია ეს არ ახალია, ჩემო გეგა. არაბები არ გამოირჩევიან ისტორიულად მხოლოდ ასეთი, როგორ გითხრათ, აი ძალმომრეობითი პოლიტიკით.
ძალმომრეობითი, ანუ ხიშზე და ასე ვთქვათ, מחვილზე დაფუძნებული პოლიტიკით, რა პოლიტიკაც თავის დროზე მათ წარმატებულად ბჭყალებში აწარმოებს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეთნოსისთვის წარმატებულად, თუმცა რა წარმატება ესაა, როცა დამპყრობელი ხარ, ხიშტი და ხმალი შეცვალა ინვესტიციამ. წინა რეჟიმ, ასე ვთქვათ, წინა გადაცემაშიც აღნიშნე, რომ ჩრდილოეთ კავკასიური ტომები ნაწილი გაქრა და ნაწილი ასე ვთქვათ, ისლამიზაციის კურსს დაადგა. მათ შორის ქართველური ტომების დავით არხანმოურავმა ისაუბრა ამაზე. მრავალი ქართველური ჩამოთვალა ეს ტომები, გაქრა არაბული ექსპანსიის შედეგად საქართველოში. კი ბატონო, მაგრამ უყურეთ რას აღნიშნავ და ხას რას უსვამ. მხოლოდ ესეთი ძალმომრეობითი და ხმალზე დაფუძნებული პოლიტიკა კი არა აქვთ მათ არსენალში. ძალმომრეობითი პოლიტიკა გეგა თუნდაც აი მათი ფინანსური, ასე ვთქვათ, ძლევამოსილება და ფინანსური, რა თქმა უნდა, ფინანსური, ეკონომიკური ექსპანსია და ძალმომრეობა. მე ამას დავარქმევი, რადგან დღეს დეგრადირებულ, დემორალიზებულ სამყაროში ძალზე დადვილია მათ მიეცეთ გასაქანი და კი ლამის მთელი მსოფლიოს დაპყრობა და მიწების შესყიდვა სურთ და მიაღწევენ კიდევაც იქ ვიცით დაბადებული არაბი უკვე ლამის მილიონერია და მათ ეს არ უჭირთ ასე რომ გაუფორმებლად მეგობრებო გაუფორმებლად ვიცით განათლების სისტემა რა დღეშია და საერთოდ განათლებაც პირობითად შეიძლება მას უწოდოთ ვიცით საერთოდ ახალგაზრდების აი ნარკოდამოკიდებულების შესახებ სათამაშო ბიზნესის შესახებ ვიცით მიწების გასხვისების აგერ წერა გადაცემაშიც გარეჯზე ქონდა ხომ რაღაც ხაზგასმა და არაერთი ასე თქვათ მიმართულება სადაც მათ მხოლოდ ანტინაბიჯები გადადგეს ამ არაბულ თემაზე რა თქმა უნდა დიდი გამოსვლებიც იქნება ეს უცილობლად ესე მოხდება საერთოდ ქართველს როცა გაუჭირდება აი მაშინ გამოდის და გამოდის აი ისე რომ ეს შეუქცევადი ხდება ხოლმე ამას მეტყველებს ბახტრიონი და არა მხოლოდ ბახტრიონი მეგობრებო აქ არავინ არ აპირებს შეიარაღებულ გამოსვლას ჩვენი მთავარი იარაღი აი როგორც ჭაბუამი რეჟიმს ადრეს გავიხსენე კითხეს იარაღს ატარებ თუ არა მე თვითონ იარაღი ვარო უთხრა დიახ ჩვენი იარაღი სიმართლეა ჩვენი იარაღი ჩვენი ქვეყნის სიყვარულია ჩვენი იარაღი უკან ნაბიჯის არ გადადგმა და უკომპრომისობაა სიბილწის მიმართ, ქვეყნის გაყიდვის მიმართ, წალეკვის მიმართ და ქვეყნის გადარჩენისათვის მზაობაა ჩვენი არსენალი, რომ არსენალში, რომ აქ თავდადებულთა უწინდელი და უწინდელი თავდადებულთა ჯაჭვი არ გაწყდეს და კვლავ გაგრძელდეს. ესე არ არის ჩემო. ეს არის შეიძლება ითქვას ჩვენი ეროვნული ორგანიზმის თვითგადარჩენის ინსტინქტი და რეაქცია, როგორც ორგანიზმი იბრძვის, ხო, მაღალი სიცხე, ახლა შენ ექიმი ხარ, ხო, იცი? მაღალი სიცხე ვირუსების დროს არის პირიქით, კარგიც არის რიგ შემთხვევებში, როდესაც სიცხე ტემპერატურა მაღლა იწევს, ამით ის ვირუსები, ბაქტერიები ორგანიზმში ნადგურდება, ხო, ესეა რა? 40 თუ გადააჭა, 40-მდე მის უკვე ჩვენ გვჭირდება მედიკამენტი. მე უკვე მედიკამენტები უფრო დაბალზე აღარ ექიმები ურჩევენ ხოლმე რომ თუ ახლა რაღაც საშინელ მდგომარეობაში არ ხარ არ უნდა მიიღო წამალი, კარგიც არის ზოგ შემთხვევაში. ამას არ სამედიცინო რეკომენდაციად ეს არ მიიღოთ ექიმებთან გაიარეთ კონსულტაცია, მაგრამ ამას უბრალოდ სიმბოლურად ვიძახი. და ეხლა ჩვენი ერშიც აი ესეთი განსაცდელები ღვთისგან მე ესე მგონია, ესე ვფიქრობ, რომ რატომ იშვება, ხო, ყველაფერს ხო თავის მიზეზი აქვს. იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა რეაგირებები მოვახდინოთ და როგორც ერი გავცოცხლდეთ. ჩვენ მომაკვდავი ლაზარეს ფორმაში ვართ. ეხლა ხრწნილების ფორმაში, როგორც სიმბოლურად ჩვენი мама გაბრიელი ამბობდა, ლაზარე მოკვდება და აყროლდება, აშკარად ამას ტერიტორიულად დაცლილი, ეკონომიკურად გაღატაკებული, მოსახლეობა გადინებული, ქართული მიწები გაყიდული, განარკომანებული, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება აქ დიდი უბედურება ტრიალებდეს, ეხლა მადლობა და დიდება ღმერთს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჩვენ სასვებს და მადლიერი ვართ
ყველანი მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ აქ ბომბების წვიმა არა გვაქვს თავზე და ომში არა ვარ ჩართული. ხა ვიღაცებს უნდა თავის თავზე მიიწერონ ეს, რომ ესე იგი ომი აგარიდეთო, მაგრამ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდი მფარველობა და მეუხებაა ჩვენს ერზე. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ის მთელი რიგი პრობლემები, რაშიც ცოცხლობთ, რაშიც ვარსებობ და კიდევ რომ ცოცხლები ვართ, მადლობა ღმერთს ამისათვის. ეს არის ზუსტად ის, რომ ლაზარე ყარს. მაგრამ აღდგება ლაზარე და საქართველოს გაბრწყინდება, ჩვენ ამათვს ასვევთ უფალს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და თუნდაც აი ეს არაბული ექსპანსიის ეს საკითხი და ეს გამოწვევა, რის წინაშე ჩვენ დგავართ, თავისუფლების მოედნიდან 14 წუთის სავალზე ჩვენ წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ამაზე, თრიალეთის ქედის მარცხენა ფერდობზე მიმდინარეობს ახალი დასახლების მშენებლობა. ეს არის უკვე მესამე, გარდა კრწანისისა და გონიოსი, უკვე გამოჩნდა მესამე დასახლების პროექტი, სადაც როგორც აგერ ბექამ ისაუბრა, უკვე ორიოდე ბინაა მხოლოდ ქართველზე გაყიდული. 157 გაყიდვიდან და მათი ფასი ამ ბინებისა იწყება $300,000-დან და ადის $5 მილიონამდე. ეხლა თითოეულმა ვინ ჩვენ გვისმენთ და გვიყურებთ, ირგვლივ მიმოიხედეთ და აბა თქვენს მეზობლებში, მეგობრებში, ნათესავებსა და ახლობლებში დაითვალეთ, რამდენი ქართველი არის ესე იგი შემძლებელი იმისა მატერიალურად, რომ 300,000-დან $5 მილიონამდე გადაიხადოს ბინაში, არაბულ დასახლებაში, ხო? ხო ლოგიკურია ვისთვის და რატომ შენდება და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ არაფერი არ გავაკეთეთ, პასუხისმგებელი ვინ არიან, ვინ გამოდივართ, ხო ჩვენ სამშობლოს ღალატი მარტო ის არ არის, რომ უცხოეთში გაგაქვს შენ ინფორმაცია და უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობ. ისიც სამშობლოს ღალატია, როდესაც შენს თვალწინ ინგრევა ქვეყანა და შენ ვიწრო პირადი მერკანტილური ინტერესებიდან საზღვრავს შენ პირად ამოცანებსა და გადაწყვეტილებებს ესაღებულობ და არ ხარ ჩართული დიდ პროცესში, რაც არის ერის გამაერთიანებელი და გადამრჩენელი. ხა ვიღაცა მავანი იმასაც იტყვის, აბა სად არის ბრძოლა, აბა არავინ არ იბრძვის, მაგრამ ესეც გამოგონილი მიზეზია, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ჩვენც ამ ეთერების საშუალებით ყოველთვის ამ მოწოდებას ვაკეთებთ, რომ მოდი გავერთიანდეთ, ჩვენ არ გვინდა პიროვნული ამბიციები, არ გვინდა თანამდებობები, არ გვინდა პრემია დანამატები, რისთვისაც ესე იგი მოწოდებულნი არიან ქართულ პოლიტიკოსთა ძალიან დიდი უმრავლესობა. ჩვენ ვინც ვიბრძვით და ვინც ვცდილობთ საქმე ვაკეთოთ, მხოლოდ ერისა და საზოგადოების რეალური თანადგომითა და ერთობით შევძლებთ ნაყოფიერ მოღვაწეობას ამ ასპარეზზე, რასაც ქართული პოლიტიკური საზოგადოებრივი ასპარეზი ქვია და თუ არ იყო ეს ერთობა, თუ არ იყო თანადგომა, თუ არ იყო ერთსულოვნება, ეხლა მხოლოდ ლოზუნგების ძახილი და მოწოდებებით რომ აბა სადახართ და აბა დაიწყეთ, ესე არაფერი არ გამოვა. და ერთი ხაზგასმა, გეგა, ჩვენს ერთობაში არ მოიაზრება მხოლოდ არსებული ეროვნული ძალები და ჯგუფები, ხომ, რაღაც ორგანიზაციები. აი მინდა ხაზგასმით გითხრათ და გასაგებად, მეგობრებო, რომ ჩვენს ერთობაში მოიაზრება სრულიად ერი და ბერი. დიახ, ჩვენ თქვენს რიგებში ხართ და ჩვენ ერთმანეთის რიგებში ვართ. ჩვენ საერთო რიგი გვაქვს და ჩვენ საერთო წესრიგისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და წესრიგი ქართველ კაცს არასდროს არ ესწავლებოდა. წესი რა იყო და რიგიანი მოქცევა რა იყო. ამიტომ ქუძე კაცი და რაღაც ესეთი ურაპატრიოტიზმით კი არ შემოვიფარგლებით და აი აქეთკენ კი არ მიყვავს საუბარი. დიახ, ის ქუძე კაციც იქნება აუცილებლად, მაგრამ აქამდე თქვენ როგორ ფიქრობთ და ვიცი რომ კარგად ფიქრობთ და შესაბამისად ალბათ როგორ ჩვენ ფიქრობთ. აი ეს გამოსვლები, დიდი გამოსვლები, ქართველთა დიდი გაერთიანება, გამოსვლები საერთოდ დამპყრობლის და საერთოდ არსებული მაშინდელი არსებული პრობლემების წინააღმდეგ საიდან მოტივირდებოდა? ითქმებოდა ეს მოხდა და აბა მთელი ერი ირაზმებოდა? არა ბატონო. აქ მიმდინარეობდა სწორედაც ერთმანეთთან სჯაბაასი. დღეს სჯაბაასი გაცილებით მეტად სჭირდება ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ჩვენთაგანს. მეზობელი იქნება, ნათესავი იქნება, ოჯახის წევრი იქნება. დიახ, აქ არ არის მათი დამუნათება საჭირო. აქ ზოგი დაბრკოლებულია და ზოგს არ ესმის. მას შეიძლება ბევრი რამ ესმის და უნიჭოთ კაცი ღმერთს არ დაუტოვებია. და მათგანაც ვიხემძღვანელებთ რიგ საკითხებში, სადაც მათი კვალიფიკაცია იქნება სათანადოდ, მაგრამ ის რაც საფრთხის წინაშეც, რა საშიშროების წინაშეც უკვე ვიმყოფებით კარგახანია, ამის აღქმა თუ ადამიანს უჭირს იმ კონკრეტულად როგორც აღნიშნე მეზობელს თუ მეგობარს, ეს აუცილებლად
უნდა მივაწოდოთ იმ სერვისით მეგობარო ჩემო მოყვასო ჩემო ნათესაო ჩემო კარგო ესე არ არის და ამიტომ არ არის ან დაუშვათ ჩვენ ვერ ვაწოდებთ სერვისით მიუთითოთ გადაცემები მეგობრებო სადაც არაერთი გადაცემა მიძღვნილა ამ თემატიკაზე ამ სტუდიიდან და შესაძლოა არა მხოლოდ ამ სტუდიიდანაც რადგან ეს თემები ეს თემატიკა საერთო პრობლემაა და საერთო გასაჭირი და საერთო საწუხარია ასე რომ ამ სამზადისის გარეშე გაერთიანება ვერ მოხდება და გაერთიანებაში მე ვგულისხმობ არა კალთის დახევით ან თქვენ როგორ მეგაჩნია გეგა ესეთ საერთო პრობლემაზე საუბრობდეთ ჩვენ და ამ პრობლემას იმეცნებდეს ქართველი ეროვნული ცნობიერების ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი და აქ ამჩნევდეს ხედავდეს კარგად რომ პოლიტიკური ერთობა სრულ მზაობას გამოხატავს ყველასთან თანხვედრაში ვინც კი რა თქმა უნდა შესაბამისად აზროვნებს რომ ძალები კონსოლიდირდეს და საერთო ფრონტი გქონდეს ჩვენ არსებულის წინააღმდეგ როგორ ფიქრობ შეურაცხყოფა არ არის ამდენი გამეორება რომ კვლავ ღია აკარები აბა მობრძანდით აბსოლუტურად არავის არ ვეპატიჟებით კაცო შეიძლება დაგპატიჟოთ სახლში და ასე შემდეგ და კიდევ არა მხოლოდ სახლში მაგრამ რეალურად ჯერ დასაპატიჟებელი და საქეიფოთ ხანა ჩვენ არ გვიდგას ანუ მე იმის თქმა მსურს რომ ვინც აცნობიერებს და ხედავს თუ რა მზაობაშია და რა მზაობას გამოხატავს ეს პოლიტიკური გუნდი აქ კალთების დახევა არაა საჭირო ამიტომ გაერთიანებას არა კონკრეტივ და საკუთრივ პოლიტიკურ ჯგუფების მიმართულებით საუბრობ ჩვენ თითოეული ადამიანი მთელი ერის და ბერის გაერთიანებაზეა საუბარი საერთო ასე ვთქვათ საერთო სიტყვაზე საერთო საქმეზე და საერთო მუშტზეც ეს მუშტიც ჩვენი სიმართლეა ბატონებო და ქალბატონებო მე მინდა ტელეფონის ნომერი შევახსენო ჩვენს მაყურებელს რომ ამ თემატიკაზეც გვაქვს მოსმენელი მათი მოსაზრება და შემობრძანდნენ ეთერში და კვლავ მოусმენთ 557 88 აი სწორად აღნიშნა ბექამ და აბსოლუტურად იგივე პათოსში მე ვერთვები და ვიმეორებ, როდესაც ჩვენ ერთობაზე და გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს მოუწოდეთ მაინც და მაინც, როცა ერთობაზე და ერთსულოვნებაზე გვაქვს საუბარი, მართლაც მთელი ერის საზოგადოების, ანუ ჩვენ გვჭირდება და თქვენ გჭირდებათ და ჩვენ გვჭირდება და ჩვენ ერს და სამშობლოს გჭირდება, რომ ყველანი ერთად დავიწყოთ, ყველა ერთად გავერთიანდეთ და საერთო საქმის კეთება ერთობლივად დავიწყოთ. ამაში არის ჩვენი გადარჩენა და ამაში ახლა მე მართლაც ვერ დავიწყებთ ჩვენ მართლა იმას როგორც ბექამ აღნიშნა კალთების დახევას და რაღაც ქუძე კაცი და ლოზუნგებით საუბარს არც იქნება ლამაზი ჩვენ არც გვახასიათებს ამ ფორმის პოპულიზმი ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიმყოფებით და ჩვენ საზოგადოებას თუ ერთსულოვნებას დავინახავთ ჩვენ ბოლოში დავდგებით რიგით ჯარისკაცებად დავდგებით და ვინც წინ წავა იმას გავყვებით ოღონდ ჭეშმარიტი უნდა იყოს ბრძოლა ჭეშმარიტი უნდა იყოს საქმე და არა პირადი ინტერესებიდან და მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დიდ ბრძოლაში ამ სამშობლოს ანუ აქ იდეის მსახურებაა. ჩვენ ხა ქართული იდეას წარმოვადგენთ, რომელიც პატრიარქის სიტყვებითაა განსაზღვრული ღმერთის სამშობლო და მოყვასი. აი ვინც ამ ჭეშმარიტ იდეას ემსახურება, ვინც ღმერთის სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულითა და ამ იდეით იბრძვის თავის ცხოვრებისეულ ყველა ასპარეზზე, ყველა გამოვლინებაში. ჩვენ მათთან ვართ და მათ მოუწოდებთ რომ ჩვენ გვერდში დადგენ და ერთობით გავაკეთოთ ეს საქმე. ეს არის ჩვენი საქმე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და უპირველეს ყოვლისა დიდ წუხილს გამოვხატავთ იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის სასულიერო მოღვაწეს დეკანოს მამა კონსტანტინეს გარდაცვალების გამო. ეს ამ ადამიანზე მრავალი დაიწერა, მრავალიც ითქმება. ერთ-ერთი ღირსეული გამორჩეული ღვთისმსახური ქართულ ეკლესიაში. ღვთისმსახური და რა თქმა უნდა უფალმა მოიხსენიოს მისი უკრავისული და თვითონაც დარწმუნებული ვარ იქიდან შეგვეწევა. ეს ძალიან დიდი დანაკლისია. აქედან ასევე სალამი და უпростоრად მშვიდობა და გამარჯობა აქედან შეუთვალოთ ჩვენს პატიმრებს რომელთაც ჯერ და თან ვერც ვერასდროს დაუმტკიცდებათ დანაშაული და იმყოფებიან საპატიმროებში და არა მხოლოდ მათ, საერთოდ ყველა პატიმარს აქედან
მხნეობას უსურვებ, ვინც სინანულშია, რა თქმა უნდა, ღვთის წყალობას უსურვებ და ამ სინანულის უკეთესად შემეცნებას, ვისი ბრალეულობაც საერთოდ არ იკვეთება, რა თქმა უნდა, მათ გამძლეობას უსურვებ, თუმცა არას კაცი ცხონდეს და არას ცოდოსო, ყველანი ცოდვილნი ვართ. ზარია ეთერში, აბა შემოუშვათ. გამარჯობათ. დაუწიეთ თუ შეიძლება. კარგად დაუწიეთ, კარგად. აჰა. დიახ, გისმენთ, გამარჯობა. მივაქციოთ ამას ყურადღება, ვინც ერთ-ერთში ერთვებით ხოლმე ჩვენთან ზარებზე, რომ ესე იგი ან ტელევიზორიდან მოვშორდეთ, ან ზარს დაუწიოთ, ეხლა ყველა გადაცემაში თან მეუხერხულება კიდევაც ამის ყოველჯერზე გამეორება, მაგრამ საჭიროა როგორც ჩანს, რომ ასე დროს არ დგება ჩვენი კომუნიკაცია, დრო იკარგება და იქნება უხერხული მომენტი. ანუ ტელეფონს კი არ დავუწიოთ ჩვენ. ტელევიზორს დავუწიოთ. ცოტა მოშორდით, რომ ეს ხმა არ იდგეს ჩვენ შორის წინააღმდეგობად. დიახ, და ეს თემატიკა გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი თორემ სხვა ძირითად თემას და პრობლემას რა დაულევს დღევანდელ საქართველოს განსაკუთრებით. ამ ყოველივეს უკან მხოლოდ ეხანაც აღვნიშნე დგას არა საკუთრივ ქვეყნის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი თუ ეს თვითმყოფადობა გაძლიერება და გარკვეულ სიძლიერეზე მეტყველებს მათ არა საქვეყნო, არამედ პირადი სუვერენიტეტი შეიქმნეს. პირადი სუვერენიტეტი. ანუ ამისთვის იღწვიან თორე რომელ სუვერენიტეტზეა საუბარი, ისიც რომ ჩავთვალოთ, რომ მათ ბელადი დაუშვათ არ აყავთ და ყველანი ერთ თარგზე არიან მოჭრილნი და ყმის სამსახურში არ არიან, ესეც რომ დაუშვათ, ხომ? ჩვენ ხომ ვიცით ვინ მართავს ასეთ ადამიანებს? რა ძალა მართავს ასეთ ადამიანებს? ცოდვის მონება თქვენ თავისუფლება და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გქონიათ? ზარია ეთერში მობრძანდით. დიახ, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მშვიდობა ჩვენს. ორივეს დიდ პატივს გცემდა. ჩემი აზრი მინდა რომ მოგაწოდოთ. აი როცა ლაპარაკია ერთიანობაზე. დიახ. პირველ რიგში ალბათ უნდა განვასხვაოთ აქ ერთი საკითხი. აი ჩვენი განვითარების მიმართულება ევროპული და რუსული რა, როგორც ესეთი. ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში გაყოფილი თუ არის ამ თემებზე არის. გეთახმებით. ამიტომ მე მინდა რომ ყოველთვის კაფეოთ ვიყოთ აი ამბავში რომ აი რის გარშემო უნდა გავერთიანდით. რასაკვირველია ორივე პარტიები ვართ, ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ განსხვავება იმის მიხედვით არის. ის მიხედვითაც არჩევანი გვაქვს გაკეთებული ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. დიახ. აი პირადად რას ვეღწონები მე? თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ჩვენი ქვეყნიდან. პირადად თქვენ რა აზრით? თუ კი ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ გვექნა. დიახ. დასაკვირველია აქ უკვე რამე გაერთიანებაზე და რამე მიმართულების წასვლაზე ალბათ აზრი არ ექნება რა. და ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობის ის პროცენტი რაც საჭიროა ჩვენი განვითარებისთვის აი დასავლეთიდან უფრო მივიღებთ. და ამ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე შეიძლება აღვადგინოთ ისტორიული ჩვენი ფუნქცია, რომელსაც საჯვარედინი ქვია. ხო და აი ამ საკითხების უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად განსხვავება და საუბარი თუ იქნება, მე მგონი უფრო სასარგებლო იქნება საზოგადოების დაკვალიანებისთვის. თქვენგან მაქვს იმედი, რომ გააქვთ ყველაფერი იმისათვის, რომ აი ეს შევი გამონათქვამი აი შეგვისრულოთ რა. დიახ, გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლობას გიხდით წინასწარ. იცოცხლეთ, თქვენ თუ იმ კუთხით ბრძანებთ და დასავლეთი აღნიშნეთ, ხომ ახსენეთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა რომელიმე ერთი ვექტორის, ერთი სარტყელის მიმართ სასოებით
უნდა გამოიხატოს და მათზე მინჯაჭულობით. თუ ასე ბრძანებდით, ან ფიქრობდით, რა თქმა უნდა ვერ დაგეთანხმებით, განა გიორგი ბრწყინვალეს, განა მეფე დავით აღმაშენებელს ქვეყნის ისლამიზაცია უნდათ, როცა ხარკს უხდიდნენ ოდრიკალურად მოხრილნი, როცა ჩადიოდნენ სულთნებს, ხონდქრებს, ირანს. არა ბატონებო, აქ დროის მოგებაზე იყო საუბარი, დროს ყიდულობდნენ და მშვიდობას ყიდულობდნენ, რომ ღირსება დაებრუნებინათ ერისათვის, გახიზნული ჩამოეყვანათ, გამრავლება ყოფილიყო, დიახ, დაცარიელებული გენოფონდის, ხნეობა, სული სიმტკიცე, იქ ერი და ბერი თან ჭყონდიდელი იდგა ამის სათავეში, ჩაენერგათ, გაეღვივებიათ, გაეხსენებიათ ამ მარტვილი საზეპურო ქართველი ერისათვის და ამის შემდგომ დგებოდა სწორედაც საქვეყნო და საღმრთო შედეგები. ასე რომ დიპლომატიაზეა აქაც საუბარი. ეს დიპლომატია, თუ ასე ბრძანებდით, რომ დიპლომატია უნდა გამოვიჩინოთ და ამ ეტაპზე თუ როგორაა საჭირო, ამ ნაწილში შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ საერთოდ თუ დღევანდელობას აღვნიშნავთ, დღევანდელები, რომელთაც ხვალინდელი პოლიტიკური ძალიან ბურუს მოსილი აქვთ, მოცული, აბსოლუტურად არც ერთი ვექტორის მიმართებაში არ არიან. ეს ადამიანები თავიანთი ქვეყნით და რაღაც მცირედი გამონათებებით, აი იქ გაეროს პაქტს რომ მიუერთდნენ, თითქოს სათქმელი აქვთ და ამით ვაჭრობენ, ამით მანიპულირებენ, მანიპულატორები არიან ამ კუთხით, რომ აი გაეროც ხომ დასავლეთია და რა გნებავთ, შემოუშვით ადამიანები, არა და ამ დროს გულზე კი არ ეხატებათ რომელიმე ალიანსი, რომელიმე კავშირი, ევრო იქნება თუ არა ევრო, არამედ აქ თავიანთ მატერიალურ კეთილდღეობას ხედავენ. დიახ, ის 6 მილიარდ ნახევარი იქნება თუ ნებისმიერი შემოდინება უცხო ტომელების. ქვაზე ნუ დარჩება, გადაივსოს, წალეკოს ეს ქვეყანა ოღონდ თვითონ განიცადონ პირადი სუვერენიტეტი, ეს ილუზიური, მოჩვენებითი რაღაცა თითქოს ძალა და ფუფუნება და ეს თვითმყოფადობა, ვაი ასეთ თვითმყოფადობას. აი ამ ნაწილში შემიძლია დაგეთანხმოთ, თორე ისე რა თქმა უნდა დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, როცა სისხორცეულად და იმაზე მეტად მიგვაერთეს სისხორცეულად, ვიდრე საჭირო იყო, ძალზედ სისხლმდენია და ძალზედ არამართებულია, ანტისახელმწიფოებრივია. და აზია საუბარი, როცა აქ ფორუმები ტარდება კავკასიაში გნებავთ ან ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, საერთოდ ახლო სამეზობლოში არსად არ გვეძახიან. და არც ერთი ის ქვეყანა, რომელთანაც თითქოს რაღაც შეხმატკბილებას და ასე ვთქვათ ალიანსს აპირებენ თუ ასე ვთქვათ ასე მუსირებენ და აჟღერებენ, რომ აი ძალიან კათფილი ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, რომელიც ასევე არ ეძახის თავის ფორუმებზე. ზარია ეთერში უპასუხოთ გიგა. მოვისმინოთ. ალო, გამარჯობათ. ეთერში ვარ ბატონო. ეთერში ხართ. გისმენთ. საღამო მშვიდობით. მშვიდობა. ჩემო ქართველებო. გაიხარეთ საღამო მშვიდობისა. ეხლა რა არის? წეგან ახსენეთ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება. დიახ. და მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა ის თბილისის და მე მისირისა მეშინია. დიახ. პატრიარქმა ბრძანა რომ საქართველოს მიწის გაწების უფლება არავის არ აქვს. და აი ეს არ ახდეს არ დაგწაჯოს უფალმა და მართლა ნაცარტუტად არ იქცეს ჩვენი დედაქალაქი. ამისი გვეშინია ჩვენც ბატონო ზუსტად. დიახ, გენაცვალეთ. კიდევ გაქვთ სათქმელი? კი ბატონო, კიდევ გეტყვით. და აი ამ ქართველებს ყველას ავთხოვ რომ ეხლა ყველამ კარგად ვიცის ბახტრიონის აჯანყების საბაბი რა იყო. დიახ. და ეხლა აღარ მინდა დავკონკრეტდეთ, თქვენ კარგად მოგეხსენება. ვიცით, დიახ.
ხო და აუცილებელია რაღაცა ასეთი გაბახება იყოს კიდევ რომ ქართველმა ერმა გაიღვიძო. თუმცა სულიერი გაბახება სახეზეა საერთოდ ერის ეგ ნაწილი. მაგაში გეთანხმებით ჩემო მანდამდე მაგის დაშვება არ უნდა გახდეს საჭირო რომ გონს მოვეგოთ აბსოლუტურად გეთანხმებით. ხო მაგას გეუბნები მაგათ 78 მუხლი ეხლა ციკავე აქვს ჩადებული კონსტიტუციაში. დიახ. კონსტიტუციაში. ხო და ეს 78 მუხლი რა არის? ჩვენი გზა არის იმ ნატოს გზა. რა ნატო, რა კატო? დიახ. ასაგები. და მეორეც კიდე და მთავარი ახლა ამი დავამთავრებ თავის შეგაბეზრეთ. დიახ. არა, არ შეგვაბეზრეთ. ხო და ქართველი ერი მანამდე არ გაერთიანდება და არაფერი ჩვენი საშველი არ არის. წინა გადაცემაში მე მინდოდა შემოვსულიყავი ჩემო გეგამ თქვენ მოგმართავთ პირადად. დიახ. კონსტიტუცია კონსერვატორები ახსენეთ თქვენ. საქართველოში პარლამენტისა პატარა პარლამენტი არ არის საკრებულო რა ასე რო დავარქვათ რომ მაგათი წარმომადგენელი არ იყოს ეს რაც მიანიშნებს მე კონსერვატორები არ მიხსენებია არა წინა გადაცემებშიო განაწინა ფორმატში წინა გადაცემებში გეუბნებით კაცო მე ყოველთვის დიახ გადაცემას ასაგები ო და ეს რა არის ესე იგი 30 ვერცხლად უნდა გაიყიდოს ყველა ქართველი კარგით რა მადლობა ბოდიში რომ შეგაწოვ. შვიდობა გქონდეთ. გაიხარეთ, მადლობა ზარისათვის. ბოლო ორმა ზარმა იყო საუბარი საგარეუბო ვექტორზე, ნატოზე, ასე შემდეგ. აი მე წეღან ბატონი მამუკა არაშიძე ყავდა სტუმრად, ვინც უსმენდით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თავარი გამაერთიანებელი ჩვენ რაც არ გაგვაჩნია როგორც ერთსა და სახელმწიფოს, ეს არის იდეა და იდეოლოგია, ანუ თუ ჩვენ როგორც ერი და ქვეყანა, როგორც სახელმწიფო შევიმუშავებთ იმ თვითმყოფად ჩვენი კულტურული და ნაციონალური იდენტობიდან გამომდინარე არსებულ იდეოლოგიას, ამითი ორგანულად და ბუნებრივად განისაზღვრება ჩვენი გზა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზეც. მათ შორის ისიც განისაზღვრება, რომ ჩვენ ყოველთვის გეოპოლიტიკური, გეოკულტურული არბიტრი ვიყავით და არა იმპერიათა, ესე იგი, რომელიმე მკვეთრი მიმართულებით გადახრილი სუბიექტი და არ ვიყავით არასდროს ქართველი ერი და საქართველო არასდროს არ იყო ისტორიულად რომელიმე დიდი ცივილიზაციისა და კულტურაზე მიწეპებული ორგანიზმი. აი არსებობს დავუშვათ ევროპული ცივილიზაცია, აღმოსავლური ცივილიზაცია და საქართველო ყოველთვის ისტორიულად, ფუნქციურად, ცივილიზაციურად იყო კავკასიის რეგიონი, იყო ამ ორი დიდი ცივილიზაციის დამაკავშირებელი ხიდი და არბიტრი. სინთეზი იყო და ესაა ჩვენი ისტორიული ფუნქცია, მაგრამ ეს ისტორიული ფუნქცია უნდა ასახვას პოვებდეს იდეოლოგიაში. ანუ პოლიტიკაში უნდა იფუნქციონიროს და სწორედ ამაზეა სამუშაო. სწორედ ჩვენი თვითმყოფადი იდეოლოგია გვჭირდება, ჩვენი ფუნქციური თვითგამოხატულება გვჭირდება, რაც ეხლა არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ყოველთვის ვინც აქ მოდიოდნენ პერესტროიკის შემდეგ ვგულისხმობ, მე ეს ბოლო 30 წლიანი პოლიტიკა იყვნენ ვიწრო კლანებად დაპირისპირებული რაღაცა ვიწრო პირადი მერკანტილურ ინტერესებზე დაფუძნებული ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებისაებრ წარმართავდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას და ეს უნდა დავასრულოთ. ამისათვის გვჭირდება სწორედ ეროვნული კონსოლიდაცია და გაერთიანება და მე ფიქრობ და მე მჯერა იმისა, რომ ეს ერთობა ბუნებრივად საქართველოში მომწიფდება, იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ დღეს ჩვენს წინაშე მთავარი ამოცანა არის სნეულების გაცნობიერება, შეფასება იმისა, რაში ვიმყოფებით, ანუ ამ მოვლენათა სწორი ანალიზი, განსჯა გაანალიზების გარეშე, თუ ჩვენ ვერ გავაცნობიერებთ ის, რომ ჩვენ როგორც ერი და სახელმწიფო ვიღუპებით და ვნადგურდებით, ფაქტობრივად შემდგომი ნაბიჯების გადასვლა და განხორციელება შეუძლებელია და ფუჭი და ამაოა და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი სატელევიზიო საუბრებიც და ყველა ჩვენი, ესე იგი, გამოსვლები, რომ აი ეს სათქმელი მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომ დღეს ეს არის საჭირო. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვიღუპებით და როგორ უნდა გადავრჩეთ, ამაზე გვჭირდება კონსენსუსი და ურთიერთთანამშრომლობა რა. შემოუშვათ ზარი თუ შეიძლება. ისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა, ბელაკაცი ლაპარაკობ. თუ დაგვირება და სუფროვეთი როდმე თქვენ არის მის კარგად იცით? არ გესმის თქვენი ხმა და იქნება. ცოტა მოშორდით თუ ხალხმრავლობა მოშორდით და ისე ვისაუბროთ. გაითიშა.
მიუხედავად იმისა, რომ გაითიშა მადლობა ზარისათვის, ინტონაციაც საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო. კი ბატონო, გეთანხმები გეგა, რა თქმა უნდა. საერთოდ წეხანაც აღვნიშნე, კავკასია ცენტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეთნოსისათვის არ ახალია. ჩვენ ვართ აბორიგენი მოსახლეობა ამ რეგიონში და ასევე ჩვენ შემდგომ შეიძლება აბორიგენ მოსახლეობად, რა თქმა უნდა, უდაოდ ჩაითვლებიან აი ეს პიროვნებები, ის ერები, რომლებიც აქ დაფუძნდნენ, ესენი არიან სომხები, მათი ძველი წინაპარი არის თუ არა, ესეც საკითხავია, მათ საუკეთესოდ იციან. მათ ყავთ რამოდენიმე და ღმერთმა დაიფაროთ, რომ არ ყავდეთ ასე თქვა ობიექტური მეცნიერები თუ ავწდები, ხაფანციანები და ასე შემდეგ, რომლებიც ბრძანებენ. ჯერ სწორი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდათ რუსთველთან დაკავშირებით, როცა რუსთველს ჩემულობდნენ. და ასევე მიმდინარე, ასე თქვა, ამ ეთნოგენეზისა და საერთოდ ჩვენთან ურთიერთობებთან მიმართებაში. და ჰაოსიანელები აღარ არიან, მართლა კავკასიის ალბანეთი აღარ არის. ზარი შემოუშვათ ეთერში თუ შეიძლება. და ეს ეთნოკულტურული თანხვედრის გარეშე ერთიანობა წარმოუდგენელია. მისი გვირგვინი აუცილებლად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აღსარებლობა, რაც არ უნდა ადათი განამტკიცებდეს და ადათი გვაძლევდეს ჩვენ კონტურებს. რადგან ჩვენ ვიცით ქართველი ერი სანამ ნათელს იღებდა არმასსა და განძს გაიმში ბავშვებს პირველ შვილებს წირავდნენ, რომ მეორე ჯამთელი ყოლოდათ და წმინდა ნინოს მოთქმაც და გლოვაც შესაბამისი იყო. გელოდებით ზარი შემოუშვათ. ალო. დიახ, გამარჯობა. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. რამოდენიმე შედარება მაქვს და რამდენი შეკითხვა. დიახ. რანეთ. ეხლა ცეხან ბექას უსმენდი, რომ არავინ არ გვეპატიჟებაო და ეს იგივეა. კარის მეზობელი რო ხავს და აგინებ დღე-დაღამე ურბანებზე დაკიძახებს და დაკპატიჟებს. გამურის სკოლი ეგამბავი. ბატონო ბექა. დიახ. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ძანეთ. პარლამენტი ღებულობს ეხლა კანონს. თუ არ აღიარებ მთავრობა 3 წლით გაპატიმრებენ. უნდა დაგაჯარიმოს ან დაგსაჯოს. დიახ, 3 წლით გაპატიმრებენ. პატიმრობით. დიახ. მე მინდა ასეთი წინადადება მივაწოდო პარლამენტს. დააჯარიმო და დასაჯონ ის ხალხი, ვინც ემლი ქუნელება მთავრობას. დიახ. ის ხალხი უნდა დაისაჯოს, მთავრობას ქება არ ჭირდება. ის არჩეული მთავრობა არის, ხალხისგან და უნდა ემსახუროს ხალხს, რაღაც უნდა მაგათ ქება. მიაწოდეთ პარლამენტს თუ შეიძლება ჩემათ ეს წინადადება, რომ დასაჯოს ის მლიქნელები, რომ ქვეყნის საქმეს აფუჭებენ ეგენი. დიახ ბატონო. პარლამენტის წარმომადგენლები და ოფიციოზის წარმომადგენლები ჩვენ აქ ჯეროვანად და სათანადოდ გვისმენენ და თქვენი ხმაც ესმით, ასე რომ დამატებითი მიწოდებები იმედი გვაქვს რომ დაგიჯერებენ და გაითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციას. ლიქვნელები ბატონო ჩემო არაერთი სათავეში იმყოფებიან, ლიქვნელები. ეთერში ბრძანდებით? და რაც შეეხება მეზობლების გინებას, მე ვერ ვიტყოდი რომ არსებული ოცნების ხელისუფლება ჩვენს აქვე ახლო მეზობლებს გინებით მოიხსენიებდა. შესაძლოა არც დალოცვით, მაგრამ გინებების ვექტორი და მიმართულებები მათ ვიცით საით გადახარეს და ეს რამდენი ხანია უკვე აი ასეთ აპატიეთ და იდიოტიზმს ვისმენთ. ასე რომ ასე თქვათ, არ გინება კი არ განაპირობებს ჩვენს დაპატიჟებას და მონაწილეობას სხვადასხვა სახის ფორუმებზე, შეკრებებზე, როცა მთელი საერთაშორისო პოლიტიკური, ასე თქვათ, არენაა იქ. არამედ ჩვენი თვითმყოფადობა,
ჩვენი გამოკვეთილი სახელმწიფოებრივი ინტერესი ყველა დიდი თუ მცირე ერის მიმართებაში გაჟღერებული და როცა ხელშეკრულება სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილი სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ მემორანდუმი იქნება ეს თუ სხვადასხვა შეთანხმება წინ რომ საქართველოს ინტერესი მართლა იქნება წამოწეული აი ამის შემდეგ ამის მიხედვით დაგაფასებენ სწორედ აქედან მოიპოვა ავტორიტეტიც აქედან მოიპოვა მე ვიტყოდი ძლევამოსილებაც და არა მხოლოდ აქედანი გონიერი ადამიანები არიან დღევანდელ აზერბაიჯანში და არა მხოლოდ აზერბაიჯანში ასე რომ სულ სხვა მოტივატორია იმისა რომ ჩვენ მართლა არ გვეძახიან და ეხლა რომ ლოცვა დაიწყონ დაგვიძახებენ ხო წარმოუდგენელია ზარია ეთერში მობძანდით გამარჯობათ გამარჯობათ ეს რამე მეთქვა ეხლა წეღან ბექამ თქვა კარგად თქვა გაერთიანება კონსოლიდაციით უნდა დაიწყოს ვისთან შეიძლება ეს მოხდეს კონსოლიდაცია ეს უნდა მოხდეს ერთადაც პარტიებს შორის ძალა ჯერჯერობით კიდევ ასე თუ ისე არსებობენ ის პარტიები ხომ ასეა გიყურებთ ჯერჯერობით კარგია ხო და ხალხი პედაგოგები ვერ დაიწყებენ იმათ ხო პატრონი არ აყავთ ხალხს რომ საერთოდ რელიგიურად ცოტა დავიდა უკან გონი ჯადო აქვს უკვე საქართველოს და გონი ჯობი ეკლესიებმა ჯადო მოაცილონ ერთიანად საქართველოს ქართულ საქმეს აი ეს პარტიები შეგიძლია თავშეკრიბოთ და აი ქართული ეროვნული საქმით გააკეთოთ ეს კონსოლიდაცია თქვენ როგორ გიწევთ მოახერხეთ ვიღაცა უნდა ითავოს არავის არ უთავია ეთერში ბრძანდებით კი ბატონო ისეთი მშვიდი წყნარი ტონი გაქვთ და ისეთ ქართულ სნეულებაზე საუბრობთ რომ უცებ იმედი დამეუფლა იმედი და არა მივესალმები რა თქმა უნდა მადლობა ზარისთვის იმედი დამეუფლა ნუ თუ მართლა ესე მშვიდად შეიძლება ამ საქმის მოგვარება მეთქი გესმით და ეს სხვა გზა რომ არა გვაქვს სხვა გზა რომ არა გვაქვს ეს ერთია და მეორეც ვითაოთ როგორ ჩვენ თავმდაბლობა გამოვხატეთ საერთოდ მთელი ქვეყნის წინაშე ყველა პარტიამ რომელნიც აი აქ აი ამ პოლიტიკურ ჯგუფთან პატრიოტთა ალიანსთან აი ესეთი გაერთიანება შევქმნით ჩვენ რეგისტრირებულნიც ანუ გაუქმებულნი ვართ პარტიულად რადგან ცოცხალი ორგანიზმია ქართული იდეაც ცოცხალი ორგანიზმია მონარქისტული ქრისტიან-დემოკრატიული და ასე შემდეგ სხვადასხვა ძალები რომლებიც აქ თავს იკრებენ და ერთიან ბრძოლაში ერთად ვართ ჩაბმული ხომ ასე რომ თავმდაბლობის მეტი ნიმუში უფალმა შეგვაძლებინოს როდესაც წინაშეც მაგრამ ამ მემორანდუმზე ხელი მოვაწერეთ ხო ანუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თქვენ მოგეხსენებათ ქართულმა იდეამ პოლიტიკური რეგისტრაცია გააუქმა იმისათვის ანუ უარი გაათქვა ლევან ჩაჩუამ ღმერთმა მოიხსენოს გარდაცვლილი ჩვენი თავმჯდომარე აი ლევან ჩაჩუას გამოსვლა იყო მათთან ერთად ჩვენ ვიდექით ყველანი და გაკეთდა ქართული იდეის განცხადება რომ ჩვენ უარს ვამბობთ არა ბრძოლაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ არამედ ვიწრო პარტიულ ბრძოლაზე ქართული იდეა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია გავაუქმეთ და სხვა ძალებთან ერთად 50-მა ორგანიზაციამ გააფორმეთ რეფერენდუმი და გავერთიანდით საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ ეს ერთობა შედგა და ჩვენ მაშინ ისიც განვაცხადეთ რომ ეს ერთობა ღია ყველა ჯანსაღი ეროვნული ძალისათვის და ის ჩანაწერიც გავიხსენოთ გეგა ის რეგულაცია გავიხსენოთ აი ბატონ ჩემო ეთერში ხართ რეგულაცია იყო კიდევ შესაბამისი რომ ბლოკებად გაერთიანებას მათი ოდიოზური კანონი კრძალავდა და ჩვენ არაფრის ფასად ჩვენ არა ვართ პარტოკრატები და ნომენკლატურის ხალხი ეს პარტიულობა და ეს პარტია ინსტრუმენტია მხოლოდ არსებული რეჟიმების წინააღმდეგ ასე რომ ჩვენი მხრიდან რისი გაკეთება შეგვეძლო გავაკეთეთ ანუ თქვენ რასაც ჩვენ გთხოვთ ეს ჩვენ გავაკეთეთ ბატონო ამას თქვენ აღიღეთ და თუ კი ვინმე აწამოვიდა ის ხმამაღლა თქვით ხახლა იწოდეს რა მოხდა მაშინ რაფერი ცუდი არა როგორ შეგიათ ჩვენ ხმამაღლა და რაღაცა გამოვა
ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ ჩვენი ქვეყნის სადგილს. პედაგოგიკასაც ვერ უყურებთ, ვერაფერზე ვერ საუბრობთ ბოლომდე. არა იცით. აი თუ შეიძლება ერთი წუთით ჩვენ არა გვაქვს ის ფუფუნება, რომ რაღაც ხილების კუთხით და რაღაც ან გასამხელი ან რაღაც ესეთი დღის წესრიგი შევთავაზოთ საზოგადოებას და რეალურად თითები გავიშლოთ. აი ეს ფუფუნება არა გვაქვს, რადგან გათითო კაცებულები ვართ, იმას ვარ. მორჩა გამოჩნდება რა, არ არის რომ ეს არ შემოვიდა და მაგისი, არა, უბრალოდ ვინ შემოვიდა ჩაწერეთ. ვინც არ იქნება ხო? ვინც მოდის წერთ და ვინც მოდის ჩვენთან ერთიანად. საზოგადოებამ საუცხოოდ საუკეთესოდ იცის. ამ პოლიტიკურ ერთობაში ვის სურს შემოსვლა და ვინც არ სურს, ხო? ვისაც სურს ყველას კარი ღია, ვინც ჯანსაღი ეროვნული ძალაა. ანუ ბრძოლის მოუწოდებთ და მეტი რა გავაკეთოთ. ბრძოლის კონსოლიდაცია ამ ერთობასთან ერთად, ვისაც სურს, მას კალთების დახევა არ სჭირდება და არც მაინც და მაინც ისეთი კრიტიკა რომ რაღაც სურათები ჩამოვკიდოთ მათი და ანათემას გადავცეთ. არა, ღმერთმა დაალოცოთ ეს ადამიანები და ზურგის ქარს უსურებ. მართლა თუ საქვეყნო და საღვთო ეს ერთია, საქმეს წაადგება მათი ნებისმიერი საქმიანობა. თუმცა იმეც ვერ გამოვთქვამ, რომ მარტო კაციო ნათქვამია ჩვენს ქართულ ფოლკლორში, ჭამაშიდაც ბრალიაო. აბა ასეთი მონსტრის ეხლა ამათ საყურადღებოდ ვიტყვი, ესენი არ გაყეყეჩდნენ, არავითარი მონსტრი თქვენ არ ახართ, მაგრამ რეალურად აი სისტემის წინააღმდეგ მარტო კაცი, მარტო ერთი ძალა ივარგებს? ან საერთოდ მარტო ერთ დაჯგუფებას ამ ჩვენს მცირე ეთნოში დაუდია რაიმე საქვეყნო შედეგი? არა. ასე რომ ძალზედ მარტივად დგას საკითხი და ამ თემაზე თქვენის ნებართვით თუ კიდევ ეთერში ბრძანდებით დავასრულებ. სხვა ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი? არა, ბევრია, მაგრამ აზრი ძნელია. ძნელია, თუმცა უფლის შეწევნით შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ და ვიქონიოთ ღვთის სასუება და იმედი. დიახ. დიდი მადლობა ბატონო. ერთმა მშვიდობა მოგცეთ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. ხო, რა თქმა უნდა, სასოს წარკვეთის უფლება არავის არ აქვს, ქართველებს მით უმეტეს მართლმადიდებლებს. მრავალგზის ყოფილა ჩვენთან დიდი დილემა, დიდი პრობლემა. ჩვენ ალბათ შენიშნეთ პატივცემულებო, რომ აღარ გვისაუბრია არც იმ გაზრდილ ფასებზე, ამ დრაკონულ კანონიკაზე არა, კანონებზე, კანონად წოდებულ რაღაც ჩანაწერებზე, რომელიც აბსოლუტურად არ არის გრადაცია. აბსოლუტურად არ ნიშნავს განვითარებას, ხო? ეს პირიქით დეგრადაცია. ასე რომ ძალა თუ მიაჩნიათ მათ რომ აღმართ ხნავს, ძალა არ მდგომარეობს ხისტ, შიშველ და სხვადასხვა სისტემებზე დაფუძნებით რაღაც ძალმომრეობით ჩადენილ საქციელებში. ძალა არის მეტაფიზიკური მოვლენაც და რა თქმა უნდა მისი აღმატებულება ქართველი ერის გადაწყვეტილება ერთსულოვნების. აი ეს არის ძალა და არა ძალა რაღაც გამოგონული ილუზიური. ჩვენ დაგვრჩა სულ რაღაც 3 წუთამდე ჩემო გეგა და ნელ-ნელა დამშვიდობებისკენ მივდივართ თავისთავად. ხო, ძალას რაც შეეხება პავლე მოციქული ამბობს, უძულურებასა ჩემსა ვიქადი, რადგან ძალა ღვთისა ჩემს უძულურებაში სრული იქნების და საკუთარ თავებზე ჩვენ არ ვამყარებთ დიდ იმედებს და არც კაცთა მოიმედეობაში ვხედავთ პირიქით, ხო? სახარებაში წერია, რომ წეულია რომელიც კაცი, რომელსაც სასუება აქვს კაცის ამიმართ და ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანზე მოიმედეს ყოველთვის იმედი გაუცრუდება, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ვსასუებთ უფალს, რომ მართლაც მისი ძალა ჩვენს უძულურებაში სრული იქნება და როდესაც ღვთის სასუება გვექნება და უფალს მოუხმობთ მშველად, ღმერთი დაგვეხმარება. აი ამ ბრძოლაში დაგვეხმარება, რასაც ჩვენი სამშობლოს დაბრუნება და გამოხსნა ქვია და ჭეშმარიტი იმ იდეების აღსრულება და განხორციელება, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი. და მოგიწოდებთ ყველას თითოეულ თქვენგანს, ვინც გვისმენთ, ვინც გვიყურებთ, რომ ურთიერთ თანადგომა ვიქონიოთ. არა ერთმანეთის განკითხვა, ახლა ეს დიდი მარხვის პერიოდია და აქ იკითხება ეფრემასურის ლოცვა, მომანიჭე განცდა თვისთა წოდოდა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს გადმოვიტანოთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპარეზზე და არა ერთმანეთის ჩასაფრებული და განკითხულები ვიყოთ, არამედ
ურთიერთთანამდგომნი, ურთიერთსიყვარული ვიქონიოთ და ერთობით შევძლოთ საქართველოს გადარჩენა და მსახურება და ღმერთმა ეს შეგვაძლიერებინოს და გაგახაროთ და ისმინოს უფალმა ჩემო გეგა, დიდი მადლობა შემოქმედს ყველაფრისა, უფალს დიდი მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, სატელევიზიო ჯგუფს, დიდი მადლობა ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით გემშვიდობებით. არ დაიღალო ქართველო, ყველაფერი წინ გველის. ძლევა ის საკვირველი ჯერ არ დასრულებულა, იგი კვლავ აღესრულება. ნახვამდის.